4 მძიმე მეტალი, რომელიც გამოყვეს, ეს გახლავთ დარიშხანი, ეს გახლავთ ვერცხლისწყალი, ტყვია და კადმიუმი. სწორედ ეს 4 ელემენტი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კადმიუმი, ტყვია, დარიშხანი, ვერცხლისწყალი. ამ 4 ელემენტის მძიმე მეტალის ბრალეულობა ბავშვების ჯანმრთელობის პრობლემებში დადასტურებულია კვლევებით. სწორედ ამ დოკუმენტს საფუძველს უქმნის და ნიადაგს უმაგრებს, როგორც ამბობენ ხოლმე, არაერთი კვლევა, სადაც ნათქვამია აუტისტური სპექტრის აშლილობა ზოგიერთ შემთხვევაში და ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი, ჰიპერაქტიობის სინდრომი განპირობებულია ბავშვების ორგანიზმის დაბინძურებით სწორედ ამ მძიმე მეტალებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბრალდებულთა შორის პირველ რიგში დასახელდა კადმიუმი, ტყვია, ვერცხლისწყალი და დარიშხანი. და აი სფეროში აქ ბევრია ძალიან აუტისტი, განსაკუთრებით ბათუმში, მე მგონი საერთოდ სანაპიროზე, იმიტომ რომ უფრო ტენიანია არის ეს სოკოგანვითარება. და ეს ალბათ თავის ზემოქმედებას ახდენს. საერთოდ აუტიზმზე თუ ფიქრობდნენ რომ წინათ რომ ეს თითქოს და გენეტიკური და რაღაცა ეს თქვა ბოლოში ჩამოვიდა სინამდვილეში ძალიან პატარა ფაქტორია რომელიც გენეტიკურად მოხდეს მაგას უფრო ფიქრობენ აი ახლა სულ გადახედვა მიდის რომ ეს აცრები ეს არის ძლიერი სტრესი შეიძლება გამოიწვიოს ხო აცრები ძლიერი სტრესი ბაქტერიები ვირუსები კლიმატიც ალბათ კლიმატი კლიმატი რომელიც ხო გარემოს ქმნის სადაც შეიძლება იმიტომ როგორც მე თქვი შეიძლება იყოს გამოწვეული კიდევ აი სოკოთი რომელსაც ჩვენ ვერ ხედავთ შეიძლება იყოს სახში ან იმ პირობებში სადაც უფრო მეტროს ატარებს და ამით სუნთქავს და ამიტომ სინუსიტების და ბევრი სხვა ვითარდება ადამიანს ჩემთან ძალიან ბევრი მოდის სინუსიტებით ხო ის ჰაიმორიტები ფრონტიტები ამით იმიტომ აქედან ხო და თავში აღნიშნეთ რომ ეს რაღაცა მე მინდა დავამთავრებთ რა უკაცრავად მაგრამ უფრო და უფრო მეტი სტატია გამოდის იმაზე რომ ეს შეიძლება კი არა ეს გამოწვეულია ეგრეთ წოდებული leaky gut ანუ ჟონავი კარტო ის ნაწლავი ანუ თუ ნაწლავი არის შეკრული ხო და თავის ფუნქციას ასრულებს და გამჟღავ ეს ნიშნავს უფრო იშლება და მაგაში გადიან ბაქტერიები ისინი ადიან ტვინში და ბომბარდირებენ ტვინს ამით აიხსნება რომ როგორც წესი 2 წლამდე ბავშვი არის ნორმალური რომ ნორმალური მისი განვითარება ნორმალური ტვება და 2 წლის შემდეგ დაახლოებით ხდება აი ცვლილებებს ხედავენ მშობლები აკვირდებიან ვერგებულობენ მართლაც ასეა თუ მოიჩვენენ მე ხედავენ რომ ის ცვლილებები ხო ის რაღაცა ნორმიდან გადახვევა ხდება აი ის უფრო არასტანდარტულ მოცემულობას ვერგებულობენ ხო და ანუ ამას ხედავენ მე მიყავთ იმას ექიმთან ექიმის ინჯავს ეს და დაახლოებით 3 წლის რო ხდება ბავშვი უკვე ადგენენ დიაგნოზს აუტიზმის როგორც ესეა ეს ამაში და მე ხდება იმ კურნალობა რაღაც ისინი რაც სამწუხაროდ უშედეგოა ანუ საჭირო აქვს სერიოზული ბევრი ცვლილებები და რატომ მომწონს ხო ეხლა რა ცოტა მართლა ესე იგი ამ აუტისტთან დაკავშირებით არის სწორედ აუცილებლად ეს ჩვენი დღევანდელი თემა რადგან ბავშვის ქცევა აღმოჩნდა ძალიან არის დამოკიდებული და ძალიან არის განპირობებული საჭრელს მომნელებულ სისტემაზე და განსაკუთრებით თამთა მინდა გითხრათ როგორც თქვენ ბრძანეთ და მეგობრებო ეს არის აუტიზმის დიაგნოზის შემთხვევაში ეხლა უკვე იცით ყველამ და დღეს აღარ არის ეს გასაკვირი რომ ძალიან ხშირი გახდა სოფლიოში დაახლოებით 58-59 შემთხვევაში ერთი აუტიზმის დიაგნოზით დიაგნოსტირდება თუმცა ხა დიაგნოზს როგორც წესი არ ვარქმევთ ხოლმე ექიმები ხო ფსიქიატრები ნევროლოგები ფსიქოლოგები მაგრამ საინტერესო ის არის სამედიცინო სფეროდან რომ ბოლო წლების განმავლობაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს აი ათეულობით გენი რომლებიც მართლა ასოცირდება ამ აუტიზმთან და დაახლოებით ესე 3 წლის წინ დაიწყო ესეთი კვლევები, ესე იგი ექსპერიმენტები ვირთაგვებზე და შენიშნეს, რომ აუტიზმი ასოცირდება არა მარტო იმ გენებში, რომლის მუტაციები ხდება და რომლებიც აკონტროლებენ ტვინის მუშაობას. არამედ აი იმ დიაგნოზის მქონე ბავშვებში, ნაწლავებშიც თურმე და მათში არსებული ბაქტერიებიც განსხვავებული ყოფილა და მიყვება მართლა აი ამ გენურ მუტაციებს. ეს მართლა ძალიან დიდი აღმოჩენა იყო და ძალიან ნათელს ხსნის, რატომ ხდება ხშირად რომ გვაქვს ესეთი პრობლემები და რა პრობლემები ახლა ვერ მოგახსენებთ. ეს კვლევარების განცხადებით თურმე აუტიზმის სიმპტომის მქონე ბავშვების ადამიანების კვლევებით კუჭნაწავის სისტემას გულისხმობ, როდესაც ამას იკვლევდნენ.
70-80%-ს ქონიათ ესე იგი კუჭნაწლავის ესე იგი შეფერხება და რაღაცა პრობლემა და ჩვეულებრივი ტიპიური განვითარების ბავშვებს მხოლოდ 28-30%-ში. ნახეთ რამხელა განსხვავება არის და ასოცირდება თვითონ აი იმას დიაგნოზე აუტიზმზე ან განვითარების დარღვევაზე, ხო? ეს რა არის ახლა? ეს არის ესე იგი დაკავშირებულია პრობლემულ ქცევასთან, სენსორული ჰიპერგრძნობელობა, ძილის დარღვევები, შფოთვები, გაღიზიანებულობა ბავშვების, ტანტრუმები, აგრესიები, ხო? ან თუნდაც ესე იგი აუტიზმის მქონე ბავშვებს კუჭნაწლავის სისტემის მხრივ 7-ჯერ უფრო მეტი ჩივილები აქვთ, ვიდრე ტიპური განვითარების ბავშვებს, ხო? ეხლა რა ხდება, როდესაც აი თქვათ ეს დიაგნოზი გვაქვს, ან აუტისტური სპექტრი გვაქვს. ძირითადად აი რაშია საქმე, ხო? თქვენ ციცით ძვირფასო მშობლებოდა სპეციალისტებს ჩვენ ძირითადად მომართვიანობა გვაქვს შემდგომი ჩივილებით ხშირად, როდესაც გვაქვს მეტეორიზმი, ანუ ეს შებერილობა, ხო? მუცლის ხმიანობა, დისკომფორტი, გაუფორმებელი განავალი, ხშირად გვაქვს დიარეა, ან და დეპირიქით დეფეკაციის გაძნელება, ყაბზობა, ხო? თურმე რა ხდება? ხშირად საქმე გვაქვს ეგრეთ წოდებულ, ნახეთ რა საინტერესო სინდრომი არის, წვრილ ნაწლავებში ბაქტერიების სწრაფი ზრდის სინდრომი. და ამას ქვია, ესე იგი ინგლისური აბრევიატურა, შეიძლება ასე თქვენ გაინტერესებთ და ძალიან ბევრ მშობელს აინტერესებს და მე ვიცი ახლა რომ ჩვენ ხშირად გვაქვს მშობლებთან შეხვედრა და ალბათ შეიძლება გვესწრებიან ჩვენ ამ საღამოს ლექციაზე, ზოგს მოსმენილი აქვს, რომ ამ სინდრომს ქვია SIBO და ჩვენ გვისაუბრია ამაზე, ეს იშიფრება ინგლისურად small intestinal bacterial overgrowth, ესე იგი ზრდის სინდრომი. ეხლა მე თქვენ აგიხსნით, ვეცდები რომ ძალიან სამედიცინო ტერმინოლოგია არ ვიხმარო და ძალიან გარკვეულად მოგაწოდოთ ის თუ რა ხდება, ხო? და საიდან მოდის ამ პატარა არსებებში აი ესეთი ჩივილები, რატომ ხდება, რომ აი განსაკუთრებით ტანჯავს ბავშვებს ეს პრობლემა. ეს რომ კარგად გავიგოთ, ძალიან მინდა რომ პატარა ექსკურსი გავაკეთოთ ნაწლავის ფიზიოლოგიასა და ანატომიის გარშემო და აუცილებლად მინდა გითხრათ და ხა არ გაგიკვირდეთ, რასაც გეტყვით, რომ როგორც მეცნიერები ამბობენ, თურმე ადამიანის ნაწლავი არის ჩვენი მეორე ტვინი. ნახეთ რა ხდება, ანუ საჭმელის მომნელებელ სისტემაში, ჩვენს ყველა საჭმელის მომნელებელ სისტემაში გვაქვს ცალკე სულ დამოუკიდებლად არსებული ცალკე ნერვული სისტემა, ნერვული წნული. ნახეთ, ეს ორი წნული არის, ეხლა არ ჩაუხმავდები და იგი ცენტრალურ ესე იგი ეს ქვედა ნაწლავის ეს ნერვული სისტემა, ცენტრალურ ნერვულ სისტემას უკავშირდება ეგრეთ წოდებული ცთომილი ნერვით. ეხლა ალბათ ანატომიიდან ზოგს გახსოვთ, ან ბიოლოგიიდან გავდიოდით ჩვენ სკოლაში ვსწავლობდით ამას თავის ტვინის ნერვები არის 12 და ეს ცთომელი ნერვი არის მე-10 წყვილი, ხო? ეს ისე ვთქვათ, ხო? ნახეთ, ეს ინერვაცია ხდება ტვინიდან, ჩადის ეს ცთომელი ნერვი და ნაწლავის ბოლოში, ნაწლავის კედლებში აკეთებს დაბოლოებას, განტოტებას აკეთებს და დაბოლოებას, ხო? აქედან ხდება ამ ცთომელი ნერვის საშუალებით ინფორმაციის გადაცემა. როგორც ზემოდან ქვემოთ და ყველაზე საინტერესო, რასაც ახლა მე თქვენ მოგახსენებთ, რომ ინფორმაცია თურმე გადაეცემა ქვემოდან ზემოთ. ესე იგი, როგორ ხდება ახლა ეს ინფორმაციის გადაცემა? ეს ენტერული, ანუ ნაწლავური ნერვული სისტემა, აი ხა ეს ენტერული სისტემა, ანუ იგივე ნაწლავური ენტერული სისტემა 500 მილიონამდე ნეირონს შეიცავს, თურმე წარმოიდგინეთ რამდენია. და ეს თვითონ ანატომიურად ძალიან გავს თურმე თავის ტვინს. და იწყება ეს ნერვული სისტემა საყლაპავიდან და სწორ ნაწლავამდე არის მოფენილი, ეს ამოფენილი მთელ საჭმლის მომნელებელ სისტემაში. სწორედ აი ეს ნერვული გზა გადასცემს ინფორმაციას და რა ინფორმაცია ახლა ეს არის? ეს არის ორგანიზმის აი ამ ნაწილში, ანუ ნაწლავებში, ბევრი ქიმიური რეაქციები ხდება და ხო დამერწმუნებით და დამეთანხმებით ამაზე, ხო? ანუ ეს ქიმიური რეაქციების შედეგად ინფორმაცია მიდის ტვინში და ამ ქიმიური რეაქციებიდან გამომუშავდება ნივთიერებები. აი ეს ნივთიერებების გადაყორცნა ხდება ქვემოდან სისტემიდან ზემოთ სისტემაში. ეხლა არ გაგიკვირდეთ და ნახეთ რა ნივთიერებებია ესა. ეს არის ეგრეთ წოდებული ჰორმონები, რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ. აი ნახეთ რომელია ეს არის დოფამინი, ოქსიტოცინი, ეს არის ენდორფინი, გეცნობათ ალბათ ეს სიტყვები, ხო? სეროტონინი, მელატონინი, რომელიც იცით ეხლა და ჩავშლი რა რომელია. ხო, ძირითადი ფუნქციები რა ვთქვათ, მე მგონი ეს. დიახ, ესე იგი, ეს უყურეთ რა თამთა რა ძირითადი ფუნქციებია.
ძირითადად ხო მაგალითად სეროტონინი ეს ადამიანის ემოციებს განაგებს, კი იცით ალბათ, ხო? და აღმოჩნდა, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ხდება უმეტესი გამომუშავება. ნახეთ, 95% თამთა თუ ცოტა გასაკვირიც კი არის, რომ 95% სეროტონინის გამომუშავდება საჭმლის მომნელებელ სისტემაში და მხოლოდ 5% გამომუშავდება ადამიანის ტვინში. ანუ აი ჩვენი ეს კარგი ხასიათი თუ ბედნიერების ჰორმონი საჭმლის მომნელებელი სისტემიდან იმართება. და ეს შეიძლება ხანდახან აი ახსნადიც იყოს, იმიტომ რომ აი თუ ადამიანი დაკმაყოფილებულია და მიირთმევს იმას, რაც მას სურს, ის მას ბედნიერებას ანიჭებს, ხო ვიცით ეს, ხო? კი ბატონო, მე მგონი დაგვეთანხმებიან ჩვენი. დიახ. და სწორედ ისა განწყობაზე მუშაობს, ხო, ადამიანის განწყობაზე. ასევე არის ძილის ჰორმონი, მაგალითად მელატონინი, რომელიც დიახ დიდი ნაწილი ისევ ნაწლავებში გამომუშავდება. დოფამინი, ეს არის სიამოვნების ჰორმონი. ოქსიტოცინი, რომელიც გამოყოფს ნაწლავი და ეს არის ემოციები, გაღიზიანება, აგზნება. ესე იგი, ეს არის ნაწლავის ერთ-ერთი ფუნქცია. ხა ნაწლავს რა თქმა უნდა, ბევრი ფუნქცია აქვს და თურმე რაზეც მე დღეს თქვენთვის მინდა, რაზეც მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება, ეს არის, რომ აი ამ ჰორმონებს გამოყოფს ნაწლავი და გადასცემს ზემოთ ადამიანის ტვინს, ხო, ბავშვის თუ ადამიანის ტვინს, ხო? ესე იგი, სწორედ ამიტომ უწოდებენ ხოლმე და თქვენ შეიძლება ხა არ გაგიკვირდეთ, რომ ვიტყვით, რომ ნაწლავის ტვინი, ეგრეთ ჭალებში ნაწლავის ტვინი ფიქრობს ამ შემთხვევაში და არაცენტრალური ნერვული სისტემა. ანუ აი ეს ტვინი, რომელიც ქალას ძვლებში არის მოქცეული, ხო? დიდი წილი. მაინც რა გამოიმუშავებს აი ამ ნივთიერებებს, რანაირად ხდება ეს, შეიძლება დაგაინტერესოთ, ხო? აღმოჩნდა, რომ თურმე ამ ჰორმონების გამომუშავება ხდება ბაქტერიების საშუალებით, ხო? ჩვენ გვაქვს ნაწლავში უამრავი ბაქტერია. ანუ ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული ესე იგი მიკრობიოტა და მიკრობიომი. ეხლა ნახეთ ხანდახან ეს დაინტერესებული მშობლები თამთა ძალიან ხშირად სვავენ ხოლმე. და რომ მოდიან თქვათ რაღაც კითხვები დაინტერესებთ, ესეც არის ხოლმე ერთ-ერთი ისეთი კითხვა, რომ რა განსხვავება არის ამ ორ შორის და მინდა გითხრათ მშობლებო, ძვირფასო მშობლებო, რომ მიკრობიოტა ეს არის ცოცხალი კოლონიები, რომლებიც ჩვენ ორგანიზმში ცხოვრობენ და მათში არა მარტო უმეტესად ესენი არიან ბაქტერიები, მაგრამ შეიძლება იყოს თქვათ სოკოვანი წარმონაქმნებებიც, შეიძლება იყოს ვირუსიც, ხო? ეს არის ცოცხალი ორგანიზმი და მიკრობიომი ეს არის გენური ინფორმაცია, კოდირებული ინფორმაცია, რომელიც აი ამ ბაქტერიებში დევს. აი ეს განსხვავება არის. ჩვენ ძირითადად გვჭირდება, ეხლა ძალიან ვარ ჩაუღრმავდეთ, მიკრობიოტაზე გვაქვს ხოლმე საუბარი, როდესაც რამეს ვიკვლევთ, ან რამე ანალიზს ვაკეთებთ, ხო? ესე იგი, ბავშვი იბადება სტერილური ნაწლავით. მოდით შევთანხმდეთ, ახალშობილი. არც ერთი ბაქტერია მას არ აქვს მის ნაწლავში და ნელ-ნელა ხდება მოთესვა როგორც ჯანმრთელი ბაქტერიების, ისე ხანდახან აი ტოქსიური ბაქტერიების, რომლებიც არ არის რა თქმა უნდა სასურველი და ეს სრულად ბავშვის ნაწლავის მოთესვა ხორციელდება თურმე 1-2 წლის განმავლობაში. აი ეს ბაქტერიები, რომლებიც მოითესებიან, წარმოქმნიან ასეთ ნივთიერებას, ეს არის ტრიპტოფანი, რომლისგანაც ხდება, თქვათ, სხვადასხვა ნივთიერებების გამომუშავება, იგივე ეს სეროტონინი, რაზეც გესაუბრეთ, ეს ემოციის ჰორმონი თქო, ხო? და ეს ამინომჟავარი, იგივე ცილა არის. იგივე შეგვიძლია ჩვენ თქვა ტრიპტოფანი მარტო კი არ გამომუშავდება, ადამიანი კი საკვებიდანაც ვიღებთ, ადამიანები ჩვენ ამ ცილას, ამ ამინომჟავას საკვებიდანაც ვიღებთ და ამითაც ვეხმარებით, რომ გამომუშავდეს ეს ჩვენი ჰორმონები. ეხლა რამდენია და რა ბაქტერიებია ესენი და საერთოდ როგორ ხდება მისი განლაგება? ამაზე გესაუბრებით ეხლა და მინდა ვიცოდეთ, რომ აღმოჩნდა, რომ მილიარდობით არიან თურმე ეს ბაქტერიები ჩვენ ნაწლავში. ჩვენ რამდენი უჯრედიც გვაქვს? იმაზე მეტი, ხო? იმაზე ძალიან, აი, დიახ, მილიონით მეტი ისა ბაქტერია არის ჩვენ ნაწლავში. ეს ყოფილა დაახლოებით 100 ტრილიონი ბაქტერია, წარმოგიდგენიათ? და ეს აღმოჩნდა, რომ 10-ჯერ აღემატება ჩვენს უჯრედებს. ეხლა თუ არ შეგაწუხებთ, მე ჩართავ სლაიდს, მინდა უბრალოდ მე მგონი ვიზუალურ მასალა. დიახ, რომელიც პატარა ანატომია მინდა რომ გაგაცნოთ. ერთი წამით. აი, ჩაირთო მგონი, ხო? დიახ.
დიახ, აი ეს არის სწორედ აი სიბორაც ვთქვი. ეხლა გადავალ ანატომიაზე და მე ლეკუნას მივცემ საშუალებას რომ აგვიხსნას. ნახეთ, ეს არის ესე იგი უხეშად ცოტა ესეთი არასასიამოვნო სლაიდი შეიძლება იყოს, მაგრამ ნუ ეს ჩვენი ის არის ფიზიოლოგია. როგორც ხედავთ, ეს არის საყლაპავი, აქედან დავიწყებ, კუჭი და ნახეთ, აი ეს არის 12 კოჯა პატარა ნაწლავი, რომელიც უერთდება წვრილ ნაწლავს. აი ამან არაგრიოთ. ეს არის მსხვილი ნაწლავი. აი აქ არის წვრილი ნაწლავი და რატო გჭირდება ამის ცოდნა? ნახეთ, ეს არის რენტგენოლოგიური სურათი. ლეკუნა ეხლა მოგცემთ საშუალებას უკაცრავ. ეს არის რენტგენოლოგიური სურათი, უფრო კარგად ჩანს. ნახეთ, 12 კოჯა ნაწლავი და თეთრი ფერით თუ ჩანს თამთა, ეს არის წვრილი ნაწლავი. აი ეს უკვე არის მსხვილი ნაწლავი. ნახეთ, თეთრი ფერით არის წვრილი ნაწლავი. აქ კარგად არ ჩანს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ დაკავშირება აი ამ 12 კოჯაში პირდაპირ ხდება, ანუ კუჭი უკავშირდება წვრილ ნაწლავს. ეხლა დიახ, ცოტა ხან ხوار გამორთო? რომ ლეკუნას მივცეთ საშუალება. კი ბატონო. თუმცა ის ვიზუალური მასალა ალბათ ახმადი იყო. დიახ, ნეკამდენარ წარწერები. ესე იგი, ხო, მანამდე გეტყვით, სანამ ლეკო გადავალ შემდგომ სლაიდზე, რომ ნაწლავები, ესე იგი, ვიცით, რომ იყოფა, ესე იგი, მსხვილ და წვრილ ნაწლავად, ხო? ეს წვრილი ნაწლავი, რომელიც გაჩვენეთ, აი მოთეთრო ფერის, რაც იყო ძალიან დიდია და აი იწყება მეტრ ნახევრიდან და დაახლოებით აი ზრდასრულ ადამიანს და ეს დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, ადამიანის სიმაღლეზე, სიმსუქნეზე და ასე შემდეგ, 4 ნახევრამდე მერყეობს. აი ამ ხელა არის ესე იგი წვრილი ნაწლავი. ხოლო მსხვილი ნაწლავი შედარებით პატარა არის, სულ ესე იგი მეტრიდან მეტრ ნახევრამდე არის და იცით ახლა მისი შემადგენლობა შეიძლება ისე უბრალოდ 6 ნაწილად არის უცებ გავირბენ, ანატომიდან შეიძლება გვახსოვს, ბრმა ნაწლავი, ასწვრივი კოლინჯი, გაღმავალი, განივი, გაღმავალი, სიგმური კოლინჯი, ესეთი რაღაცა. მე სწორი ნაწლავი, კიდე ბრმა ნაწლავიდან გამოდის ჭიაყელა, გახსოვთ ხო, დანამატი აპენდიქსს რო უწოდავთ, რომელიც რუდიმენტული ორგანოა და ხან გჭირდება და ხან არ გჭირდება და ხდება ოპერაციები, ხო? ეხლა ნახეთ ფიზიოლოგიაზე მინდა მოგახსენოთ. რა ხდება ფიზიოლოგიაზე? ეს ანატომია გავიგეთ, ხო? ძალიან მინდა ხარო ფიზიოლოგიაში მომყვეთ მეგობრებო. ნახეთ, ნაწლავებში საჭმლის მომნელებელი პროცესი იწყება წვრილი ნაწლავის, აი თეთრ ნაწლში. წვრილ ნაწლავში იწყება საჭმლის მომნელებელი პროცესი. მონელება, თორემ დაშლა იწყება საკლაპავიდან. როგორც კი პირველი ლუკმა მოხდება ნერწ შეეხება, იქვე ხდება საკვების დაშლა, შემდგომ გადადის საკლაპავში, ჩადის კუჭში, ყველგან თავის შესაბამისი ფერმენტები ხდება და ესე იგი დაშლა იწყება საკვების, მაგრამ მონელება იწყება მხოლოდ წვრილ ნაწლავში. აქ აუცილებელი მნიშვნელობა აქვს მეგობრებო პანკრეასიდან ჩასულ ფერმენტებს და ნაღლის სადინარიდან ჩასულ სითხეს და გეტყვით ახლა ამასაც რა დიდი მნიშვნელობა აქვს და რატო არის ძალიან განსხვავებული სამწუხაროდ ხანდახან აი აუტისტური სპექტრის ბავშვებს ხანდახან ფერმენტული ნაკლოვანება აქვთ ხოლმე სამწუხაროდ და აღმოჩნდა რომ ესეც გენურ მუტაციებთან არის დაკავშირებული. ნახეთ, ეხა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება თვითონ აი ამ ფერმენტებს და თუ დაგვაკლდა აი შემთხვევით აი ესე პანკრეასის ფერმენტები ამილაზა, ლიპაზა შეიძლება გსმენიათ და ხანდახან ვაკეთებთ ხოლმე ექიმები აი ამის კვლევასაც და სამწუხაროდ ხანდახან მოგვდის ხოლმე რომ აი არის აქაც დარღვევა, ხო? ეხა ჩვენ გჭირდება წვრილი ნაწლავის ბაქტერიები, რომ საჭმლის მონელება დავიწყოთ. ხო, ვთქვით, რომ ბაქტერიები გჭირდება, ხო? საკლაპავში, პირის ღრუში, ნუ პირის ღრუში კი არიან ის ბაქტერიები, რომლებიც ჩვენ შეგვაქვს. და იქ ისეთი ბაქტერიები, რომლებიც ჩვენთვის ორგანულია და არაფერს არ გვიშავებენ. ხანდახან იტყვის ხოლმე მშობელი, რომ პასუხი მივიღე ძალიან დიდი რაოდენობა მაქვს სტაფილოკოკის. იცით რა, ის სტაფილოკოკი, ის სტრეპტოკოკი ჩვენთვის ეს ნორმალურია. არ უნდა გადააჭარბოს ტიტრს, რომელიც ეს არის მოცემული არის ხოლმე და არ უნდა იყოს რაღაცა ჩივილები, რომელიც ხანდახან არის ხოლმე აუტისტური სპექტრის დიაგნოზის შემთხვევაში და ამაზე თუ გექნებათ დაგვრჩებათ რომ მე გესაუბრებით, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ახლა რომ საკლაპავში ბაქტერიები არ არიან, არც კუჭში არ არიან მეგობრებო ბაქტერიები, სპეციფიური ბაქტერია, უმცირესი სპეციფიკური ბაქტერიების გარდა, რადგან კუჭში ვიცით რომ ჟავა გარემოა, ხო მეთანხმებით. და შემდგომ უკვე მოდის ანატომიურად გავიხსენოთ წვრილი ნაწლავი, სადაც ფიზიოლოგიურად არ უნდა იყვნენ ბაქტერიები. რამდენიმე ჯგუფი უნდა იყოს მხოლოდ, იქაც არ უნდა იყოს, ნახეთ, ბაქტერიები.
როგორც კი ნელ-ნელა უახლოვდებით მსხვილ ნაწლავს, იმატებს რძემჟავა ბაქტერიები და უკლებს მსხვილ ნაწლავში არის სხვადასხვა სახის ბაქტერიები, რომლებიც აი ძალიან დამოკიდებულია ჩვენ კვებაზე, ჩვენ ეთნიკურობაზე, გეოგრაფიულობაზე აღმოჩნდა თურმე, ასაკზე და ასე შემდეგ. ეხლა მე მინდა კიდევ თავს არ შეგაწყვინოთ ორი სლაიდი გაჩვენოთ, რაც ვიზუალურად კარგად აღმოაჩენს რა ხდება მსხვილ ნაწლავში და წვრილ ნაწლავში. ეხლა მე მოგეცრავად.